საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 5-დან 10 ივნისის ჩათვლით ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 2000 და 1600-ას რეიტინგ კატეგორიაში ჩატარდა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3500 ლარს შეადგენდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. შედეგები კი ასე გადანაწილდა. 1600-ას რეიტინგ კატეგორიაში ჩემპიონი სენაკელი გიორგი სიჭინავა გახდა. მეორე ადგილი ფოთელმა დავით ხარჩილაძემ მოიპოვა, ხოლო მესამე ზუგდიდელი ცოტნე ნანავა იყო. რაც შეეხება 2000 რეიტინგ კატეგორიას, პირველ ადგილზე გრიგოლ ბეჭვაია გავიდა ზუგდიდიდან, მეორე ქუთაისელი გიორგი ცხადაძე იყო, მესამეზე მათე თოდაშვილი გავიდა თბილისიდან. მონაწილეობას ვღებულობდი საქართველოს ჩემპიონატზე 2000 რეიტინგ კატეგორიაში. ავიღე 9-დან 7.5 ქულა და გავედი პირველ ადგილზე. ზუგდიდიდან სულ ვიყავით 20 მოჭადრაკე. მე მივიღე მონაწილეობა საქართველოს ტურნირში 1600-სიანებში და 9-დან 8 ქულა მივიღე, მარტო ერთხელ წავაგე და ჩემპიონი გავხდი. 5-დან 10 ივნისის ჩათვლით ქალაქ ფოთში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ფიდეს 2000 და 1600-მდე რეიტინგ კატეგორიებში. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 100-მდე მოჭადრაკე. ღონისძიება ტარდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და საპრიზო ფონდი შეადგენდა 3500 ლარს. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობით იყო, როგორც აღნიშნე, საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას და საპრიზო ადგილები ძირითადად დაიკავა სამეგრელო-ზემო რეგიონის მოჭადრაკეებმა, რაც აღსანიშნავია და მინდა მათ მიულოცოს გამარჯვება. შემდეგი რეიტინგ კატეგორიის ტურნირები უკვე სექტემბერში გაიმართება ქალაქ ქუთაისში, რისთვისაც ჩვენი ფოთელი და რეგიონის მოჭადრაკეები მოემზადებიან აუცილებლად. და ეს ღონისძიება გახდა, ასე ვთქვათ, წინა რეპეტიცია ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის, რომელიც გაიმართება უკვე აგვისტოს თვეში და ტრადიციულად ჩვენ ქალაქს ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უძლიერესი მოჭადრაკეები. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო გამარჯვებულ მოჭადრაკეებს, საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს და უსურვო მომავალი წარმატებები. სექტემბერში კი ქუთაისი საქართველოს ჩემპიონატს 1900-მდე და 1500-მდე რეიტინგ კატეგორიებში უმასპინძლებს.